კანცელარიაში კი უკვე 3 საათია მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მიხედვით მინისტრთა კაბინეტს 31 საკითხი აქვს განსახილველი. ხდომა პრემიერ-მინისტრმა გახსნა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველს ფინანსთა მინისტრს მოусმინა. ხათუნა ხვედელიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ხათუნა, რაზე ისაუბრა ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა? ფინანსთა მინისტრმა შეაჯამა ჩინეთში ვიზიტი, როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთის დედაქალაქში ხელი მოეწერა 57 ქვეყნის მიერ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელ დოკუმენტს, რომელსაც მონაწილეობა საქართველოსაც მიიღო და ამ ახლად დაარსებულმა საფინანსო ინსტიტუტმა აზიის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მათ შორის ჩინელი ინვესტორები დიდ დაინტერესებას გამოთქვავენ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ახლად დაარსებული საფინანსო ორგანიზაციის პირველი მოლაპარაკებათა რაუნდი თბილისში გაიმართება 24-25 აგვისტოს 57 ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს ეწევა. Honda ორმხრივი შეხვედრები შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს და მასთან ხანგრძლივი საუბრის დროს ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა. ისინი მზად არიან ამ ბანკის მეშვეობით და ასევე სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით ეს ეხება აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას. ჩვენ ასევე შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტთან, ბატონ სი ძინპინთან და მანაც დაადასტურა, რომ აბრეშუმის გზა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ჩინეთი იმუშავებს. სანამ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობა თბილისს ეწევა, მანამდე საჭიროა საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი დოკუმენტაციის რატიფიცირება მოახდინოს. ფინანსთა მინისტრს იმედი აქვს და დღეს მთავრობის ხდომაზე დააყენა ეს საკითხი, რომ საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით რიგგარეშე ფორმატში დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ხათუნა ხვედელი.